დაახლოებით 1 საათია, რაც მიმდინარეობს პარლამენტის ხდომათა დარბაზში ამ კანონპროექტის განხილვა, რომელზეც კითხვები დღეს ქართული ოცნების დეპუტატებს არ ჰქონიათ კანონპროექტის ავტორთან, უმეტესად გვესმის კამათი გიორგი გახარიას გუნდსა და არჩილ გორდულაძეს შორის, რომელიც მთავარი ავტორია ამ კანონპროექტის და მთავარი მოპასუხე. გიორგი გახარიას გუნდს აინტერესებს კონსტიტუციის რომელი ნორმა აძლევს საშუალებას ქართულ ოცნებას, რომ ნებისმიერ პირს ქვეყანაში მათ შორის ფიზიკურ პირს აუგრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტივობად, რადგან ეს საკმაოდ ბუნდოვნად არის მათი შეფასებით ჩაწერილი კანონპროექტში და გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ რა ტიპის შეზღუდვები ემუქრება ბიზნესს, როცა კანონპროექტის მიხედვით ქართული ოცნება მათ უგრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს რამდენჯერმე მოხდა კითხვების დაზუსტება, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ ისინი ვერ იღებენ კონკრეტულ პასუხებს არჩილ გორდულაძის მხრიდან, რადგან გამომსვლელი ქართული ოცნების დეპუტატი უმეტესად აპელირებს ამერიკაში მოქმედ კანონზე, ამერიკის კონსტიტუციაზე და გახარიას გუნდის შეფასებით ისინი ვერ იღებენ კონკრეტულ პასუხს, რაც კიდევ უფრო მეტად უღრმავებს მათ ეჭვს და განცდას, რომ ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი შემოიტანა იმის გამო, რომ მეტი წნეხი მოახდინოს მოქალაქეებზე და გარდა ამისა ბუნებრივია ბიზნესს. დღეს მაინც გავქცეთ კონკრეტული პასუხი და საზოგადოებასაც აუხსნათ კონსტიტუციის საფუძვლები, კონსტიტუციის კონკრეტული ნორმა, რომელიც გაძლევს საფუძველს საქართველოს მოქალაქეს აუგრძალოთ პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ფინანსების გამოყენებით, რომელზეც ნებართვა არ მიუღია მთავრობისგან. როგორ აპირებს სახელმწიფო სამართლებრივად დაამტკიცოს დონორის რწმენა ან განსაზღვროს რა ითვლება რაიმე გავლენად. გაგიკვირდებათ და ველოდი ამ კითხვას გუშინაც გაგეცით იგივე პასუხი და სპეციალურად კონსტიტუცია წამოგიღეთ ბატონო გიგამ, რომელსაც არ გადმოგცემთ ნამდვილად, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და თქვენზე არ ვარ დარწმუნებული და თქვენ პოლიტიკურ ჯგუფზე არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს კონსტიტუციას პატივს ვცემდეთ. არათუ რომელიმე მუხლი ან რომელიმე პუნქტი მთლიანად საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს ყველას, რომ საქართველოში სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. თქვენ თქვით, რომ ემიგრანტებს თუ თანხა არის გადმორიცხული საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა. მიპასუხეთ, ვინ განსაზღვრავს რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო მიზნები? ამ ფულით შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი, რომელიც აქ ცხოვრობს და მისი დედა იმისთვის, რომ ეს სტუდენტი შეინახოს რაღაცნაირად საზღვარგარეთ წელებზე ფეხს იდგამს და 24 საათი მუშაობს, ამ ფულით არ იყიდოს მაგალითად საკვები, არ წავიდეს კაფეში, მაგრამ დაბეჭდოს პირობითად პლაკატი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, საპროტესტო განწყობის, ხო? აი დაბეჭდოს ბატონო გიორგი. დაბეჭდოს? თქვენი კეთილინების იმედად უნდა იყოს? უცბად რომ შეცვალოთ ეს გადაწყვეტილება და თქვათ რომ თურმე კანონი დაარღვია, მე რაშუა. ჯერ როდესაც რაღაცას საუბრობ, ცოტა აზრიცხო უნდა დავაყოლოთ, მარტივი ამბავია. როდესაც გრანტად მიიჩნევა მხოლოდ ის საქმიანობა და ის გადმორიცხული თანხები, რომელიც პოლიტიკური საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის ხელყოფა ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მცოცავი ოკუპაცია, ანექსია თქვენი ხელისუფლების მხრიდან არასდროს არც ერთ განხორციელებულ ქმედებაზე არ ჟღერდება არც ერთი ბგერა. ეს ინიციატივა რომ დამაჯერებელი იყოს, მაშინ სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი გექნებოდათ. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრულიად ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, აზრი, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის დახშობას. ცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით მე თქვენს ადგილზე საერთოდ სიტყვას არ ამოვიღებდი, მაშინ, როდესაც თქვენი პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერი არის ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გააკეთა ის, რაც გააკეთა ჩორჩანაში. და მისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანას 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი აქვს დაკარგული. შემდგომაც გაგრძელდა ჩორჩანაზე საუბარი და როგორც უკვე გითხარით, რამდენჯერმე დააზუსტეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა საკუთარი კითხვები, გამომდინარე იქიდან, რომ დამაზუსტებელი კითხვების დროს მათ თქვეს, რომ კონკრეტულ პასუხებს ისინი ვერ იღებენ არჩილ გორდულაძის მხრიდან. გარდა ამისა, კითხვები შეეხებოდა იმას, რა შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესის პოლიტიკურ საქმიანობად. დღეს ასევე დაისვა კითხვა, რომ მაგალითად თუ კი რომელიმე კაფე გადაწყვეტს საპროტესტო აქციის დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს
ერთჯერადად გაუმასპინძლდეს, ეს შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ამ კაფის პოლიტიკურ საქმიანობად და შესაბამისად ჩარევად პოლიტიკურ პროცესში და გარდა ამისა სხვა მაგალითები ასევე მოიყვანეს დღეს კახარიას გუნდის წევრებმა იმის დასაზუსტებლად რა ჩაითვლება პოლიტიკურ საქმიანობად და ასევე რამდენად ვინ განსაზღვრავს ემიგრანტის ჩარიცხული თანხა არის თუ არა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თუ პოლიტიკური საქმიანობისთვის და ამჯერადაც ითქვა რომ ისინი ვერ იღებენ პასუხებს არჩილ გორდულაძის მხრიდან, რადგან მისი პასუხები ზოგადია. ნამდვილად არ გაქვთ საამაყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თქვენ ჩვენი ქართული მიწის დაცვისთვის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი ქართული საგუშაგოს ჩადგმა ქართულ ტერიტორიაზე დღეს რო გამოაცხადეთ დანაშაულად და ბრალი წარუდგინეთ გიორგი ახარიას. ამ დარბაზში მყოფთაგან ბევრი ამაყობდა როგორც მაშინდელი მინისტრები, დღეს პრემიერ-მინისტრიც მათ შორის ამ კონკრეტული ქმედებით. ბატონო არჩილ, თქვენ გჩვევიათ კონკრეტულ კითხვებს გაექცეთ, კონკრეტული პასუხები არ გასცეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგდით. სუსტი ხართ ამ მიმართულებით. თქვენ დღესაც ვერ გაეცეთ პასუხი კონსტიტუციის კონკრეტულად რომელი მუხლი. კონსტიტუცია რომელი ჩანაწერი გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ რიგით მოქალაქეს, საქართველოს რიგით მოქალაქეს პოლიტიკური აქტივობა აუგზავნოთ. სანამ ქვეყანაში ადამიანები სამართალს ვერ იპოვნიან, სულ რომ სოფლიოში საუკეთესო კანონი თარგმნოთ, გნებავთ ამერიკული და გნებავთ ბრიტანული, მაინც არ იქნება სწორი და სამართლიანი ამ კანონის კეთილშობილურ მიზნებზე საუბარი. სანამ ჩინჩალაძე მურუსიძე იქნება გადამწყვეტი იმისა, ვინ არის მართალი და ვინ არა. სანამ რამეს სიტყვას ამოიღებთ და არაკორექტულობაში გადაბრძანდებით, თქვენი ნათქვამით, მოგიწოდებთ, რომ კარგად დაფიქრდეთ. იმიტომ რომ თქვენ პირველ რიგში არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, რომ რაიმე სიტყვა დაძრათ ამ დარბაზში. მისაღები მიიღეთ, ნუ გწყინთ, ნუ. რაც შეეხება იმას თუ კონსტიტუციის რომელი მუხლიო, რავიც მარტივი არის, ხო? ან არისმენთ, ან გაგების პრობლემა გაქვთ, ან აღქმის პრობლემა გაქვთ, იმდენი პრობლემა გაქვთ ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში, რომ რავიც ბელადი ყავთ გაქცეული და საქართველოში აღარ ჩამოესვლება, იმიტომ რომ ეშინია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომის. გადაგექცათ ერთ ჩვეულებრივ რიგით ცრუპენტელად შეშინებულ კურდღლად, რომელიც ეხლა ცდილობს რომ როგორმე სტიპენდია მაინც აიღოს და ამ სტიპენდიით მე არ განახებთ თანხებსაც კი არ გერიცხავ. ხელი ჩაწიეთ და მოისმინეთ. ახლაც მიმდინარეობს განხილვა სხდომათა დარბაზში და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს კენჭისყრა, რამდენიმე წუთში გაიმართება ეს პროცესი და პირველი მოსმენით გაიტანენ ამ კანონპროექტს. მოსალოდნელია რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა ექნება ბუნებრივია პირველი მოსმენით.